მოგესალმებით ეთერში ახალი 12-ზე თორნიკე კვერენჩხილაძესთან ერთად. უმაღლესი საბჭო დღეს პირველად შეიკრიბება სხდომა, რამდენიმე წუთში დაიწყება და მას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დაესწრება. დღეს უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარე უნდა აერჩიოს. არმაზ ახვლედიანი, ჯემალ ფუტკარაძე და არჩილ ხაბაზი. ამ სამი კანდიდატიდან დეპუტატები ერთ-ერთს დაამტკიცებენ. სხდომას ჩემი კოლეგა ნოდარ ჩაჩუა დაესწრება და ის რამდენიმე წუთში გამოშვების მსვლელობისას ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. ახლა კი განვაგრძობთ გამოშვებას. ქეთევან ციხელაშვილი რეინტეგრაციის საკითხებში მინისტრის პატა ზაქარიაშვილის მოადგილე იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ ინტერპრეს ნიუსი ავრცელებს. ზაქარიაშვილის განცხადებით ქეთევან ციხელაშვილს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის გამოცდილება აქვს და დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად გაართმევს. ციხელაშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარეა. მინისტრის განმარტებით რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს მხოლოდ ერთი მოადგილე ჰყავს. უკანონო მოსმენების თემას საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ეხმაურება. მიმდინარე წელს ორგანიზაციამ ონლაინ მედია სფეროს მდგომარეობის კვლევის ფარგლებში საქართველოში მოქმედ მობილურ ინტერნეტ და სატელეფონო სერვისის განმახორციელებელ ოპერატორებს კითხვარი გაუგზავნა, რომელიც სხვადასხვა საკითხებთან ერთად ეხებოდა ქვეყანაში არსებული უნებართო მოსმენების პრაქტიკას. პირისპირ შეხვედრებისას მიწოდებული ინფორმაციის საპირისპიროდ ოპერატორებმა წერილობით პასუხებში არ დაადასტურეს, ჰქონდა თუ არა ადგილი საქართველოში მათ მომხმარებელთა მიმართ უკანონო მოსმენებს. ხორციელდებოდა თუ არა მათზე ზეწოლა აღნიშნული უკანონო ქმედების ჩადენის მიზნით. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მოუწოდებს ახალ ხელისუფლებას გამოიძიოს ქვეყანაში მოქალაქეთა უკანონო მოსმენების ფაქტები. ასევე ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია რომ საქართველოში მოქმედმა ყველა ოპერატორმა საჯარო გახადოს მათ ხელთ არსებული ინფორმაცია ზემოთ აღნიშნულ უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლავაც განაგრძობს მედია და კომუნიკაციების სექტორის შესწავლას და აქ არსებული პრობლემების საზოგადოებისთვის გაცნობას აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში. არ მასამ კითხვის ყველაფერი ამის საშუალებას. პატიმრობიდან გათავისუფლებული ბათუმელი ბიზნესმენის თხოვნა ახალ მთავრობას სერგო ბერიძე ხელისუფლებას მის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის ხელახალ გამოძიებას და ჩამორთმეული ქონების უკან დაბრუნებას თხოვს. სერგო ბერიძე აცხადებს, რომ მუხარითა და ზეწოლით ვანო მერაბიშვილმა და მისმა მეგობრებმა ბიზნესი შეაჩერებინეს და ქონებაც ჩამოართვეს. ბიზნესმენი ამბობს, რომ იგი სწორედ იმ დროს დააკავეს, როცა ვანო მერაბიშვილის დედას ამ საკითხებზე სასაუბროდ შეხვდა. ბერიძე ირწმუნება, რომ იგი მერაბიშვილს და მის ახლო მეგობრებს წართმეული ბიზნესის საფასურს თხოვდა. სასამართლომ კი გამოძალვაში დაადანაშაულა და 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა სერგო ბერიძე 2008 წელს დააპატიმრეს. იგი პატიმრობიდან 2011 წელს სასჯელის სრულად მოხდის შემდეგ გაათავისუფლეს. სამართვეს სამგერვალ ფაბრიკა წაიყვანეს 300 ღორი გააჩინარეს საწაიყვანეს კაცმა არიცის სამართვეს ქათმების ფერმა სამართვეს დაანგა ბენზეგალონგა 2 თვის მერე დაკეტეს ჩადოეს ქართულ ბანკში გამოიტანეს 12 მილიონი და გაიქცენდა მე $20,000 გამოძალვაზე გამიწვიეს ციხეში თვითონ ვანო დამიჯდეს და მელაპარაკოს რომ 21 დღე რატომ ატყუა და რატო ვიყავი მისი სამინისტროს წინ გაჭერებული და ერთ-ერთ მის მოადგილეს რომ დაარიგია ხვალე დავიჭერო და მართლა დამიჭირა. დევნილთა მძიმე საყოფაცხოვრებო პირობები გორში. ვერხვების იძულებით გადაადგილებულთა დასახლებაში მცხოვრები დევნილები პრობლემებზე საუბრობენ უკვე თვეზე მეტია 300 კომლიან დასახლებაში მოსახლეობის დიდ ნაწილს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. იძულებით გადაადგილებულთა განცხადებით ზამთრის მოახლოებასთან ერთად კოტეჯებში ცხოვრება გაუსაძლისი ხდება. კედლებზე გაჩენილი ბზარებიდან ქარი შემოდის, იატაკი ნესტისგან დაობებულია. ვერხვების კომპაქტურ დასახლებაში სხვა ჩასახლებების მსგავსად გაზის საფასური ქალაქთან შედარებით 7 თეთრით მეტია. იძულებით გადაადგილებულთა თქმით, მათი შემოსავლის ძირითად წყაროს დევნილობისთვის განკუთვნილი თანხა სულზე 29 ლარი წარმოადგენს. შესაბამისად, ისინი ვერ ახერხებენ 1 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში 58 თეთრის გადახდას. დაგროვილი დავალიანების გამო კი მოსახლეობის ნახევარზე მეც გაზი არ მიეწოდება. იძულებით გადაადგილებულები როგორც ბუნებრივ აირზე, ასევე ელექტროენერგიაზე ტარიფების შემცირებას ითხოვენ. რაც შემოსავალი მაქვს, ორი იმდენი გასავალია. არ მქონდა საშუალება, რომ მე ის გაზის გადასახადი გადამიხადა და ამის გამო ჩამიჭრეს გაზი. ოჯახიდან მარტო ტოლილობა გვაქვს შემოსავალი, მეტი არაფერი. და რამდენი გქონდა დავალიანება? 170 ლარი. ვერხვების დევნილებს ზამთრის მოახლოებასთან ერთად არა მარტო გაზის, არამედ კოტეჯების კეთილმოწყობის პრობლემაც აწუხებთ. მათი თქმით 2008 წლის შემდეგ კოტეჯებს რემონტი არ ჩატარებია. მოსახლეობის თქმით სინესტის გამო კოტეჯებში ცხოვრება უკვე შეუძლებელი ხდება. გარიან ამინჩი კედლებზე გაჩენილი ნაპრალებიდან სიცივე შემოდის. დაობებულ იატაკზე კი გადაადგილება უკვე საშიშიცაა. დაბლა ალმატურა არა აქვს ამასა.
კინა არ არის, აი რო ქონდა და მან და ხრახნილი არის ისინი. მაშინ არაფერი არ იქნებოდა, მაგრამ არც ერთი არ შემოარჩენგან ვერსად ვერ ანახავ რომ ალმატურა ქონდეს. ყველა კოტეჯი რო შეხვიდეს სულ არის დაობებული. დაობებული სირისტია და პოლები იწევა, ინგრევა. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შიდა ქართლის ოფისის ხელმძღვანელი მანანა ჭამპურიძე ამბობს, რომ ახალ მინისტრს ვერ ხვების დევნილთა პრობლემების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის. აქამდე იყო სამინისტრო საქმის კურსში, ამის შესახებ და ეხლა უკვე ამაზე გვექნება საუბარი ახალ მინისტრთან. დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრებლები იმედს გამოთქვამენ, რომ ახალი მინისტრის მოსვლის შემდეგ ხელისუფლება მათი პრობლემებით დაინტერესდება. ჯარისკაცების პროტესტი ბათუმში ავღანეთის ოპერაციისა და რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეების სახელმწიფოს დახმარებას და თავშესაფარს თხოვენ. ყოფილი სამხედროები აცხადებენ, რომ სამსახურიდან 2008 წელს ბაჩო ახალაიას ბრძანებით გაათავისუფლეს. მათ გუშინ გვიან ღამით ბათუმში ერთ-ერთ შენობაში შესვლაც სცადეს, თუმცა ამის საშუალება მათ პოლიციამ არ მისცა. შენობა, რომელშიც შესვლასაც ჯარისკაცები და მათი ოჯახის წევრები ითხოვდნენ, აჭარის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსია. გეტყვით რომ შენობის ქონების მართვის სამინისტროს გვაქვს წერილი რომ დავიცავოთ შენობა უკანონო შესახლებისაგან. რამდენ ხანს გაჩერდებოდა? სანამ არ წავა ეს ხალხი, მანამდე ვიქნები. ჯარისკაცები, ვინც აქავართ, დაგვტოვეს გარეთ. გვითხრეს რომ მოყევით კადრების განგარგულებაშიო, დაელოდოთ დანიშნას. მის შემდეგ ველოდებით დანიშნას. მე ვითხოვე პირნად რაც მსახურებოდი შეარაღებულ ძალებს, მე მაქვს მინისტრიდანაც ჯილდო, ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ეს ისევათი ჯილდო არის დღეს გოლგასეს მედლების შემდეგ. მე ვითხოვ რომ მე მყავს სოლშვილი, არ გამაჩერე არანაირი სამსახური, არანაირი შემოსავალი, მაქვს ბანკების ვალები და ვითხოვ თავშესაფარს. ბაჩო ახალაიას ბრძანებით მოხდა მაგის. რომ არაწყობდნენ ჩვენი თავი და გამოგვიშვეს სახლში. როცა საჭირო ვიყავით, მაშინ კი ვიყავით იქა და როცა აღარ ვიყავით ჯარისკაცების საჭირო გამოგვიშვეს ბევრი დამთავრებული. კადრების განაგლებით კარტო ეგრევე. მოუწესრიგებელი საკანალიზაციო სისტემა, ანტისანიტარია და პრობლემები ელექტროენერგიის მიწოდებაზე გრიგოლეთის მოსახლეობა ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას ითხოვს. ადგილობრივებმა დახმარება არაერთხელ ითხოვეს, თუმცა მათთვის ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა. ლანჩხუთის რაიონს ეკუთვნის ეს გრიგოლეთი. აუღებელი ციხესიმაგრეა. ხელმა სოფელმა რამდენჯერ მიმართეს, არაფერი არ შედის მაგათხურში. სოფელ გრიგოლეთის მოსახლეობა არსებულ პრობლემებს აპროტესტებს, რომელიც ძირითადად ელექტროენერგიას, საკანალიზაციო ქსელსა და სანიტარულ საკითხებში ეხება. ბევრი რამე არის ეს, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ვერ დაარეგულირებს ვერანაირად. ხელისშეწყობა უნდა. ხამე რო ჩაბნელდება ქაურობა. დამსვენებელი მოდი, ზოგი მთვრალია, ზოგი კაი ხასიათზეა, ახალგაზრდები არიან, ვერ გააჩერენ, მთელი ღამე აქ მოძრაობა. ჩაბნელებული არც ერთი ლამპიონი არ მუშაობს. არის სულ 1 კილომეტრიანი ზონა, ხო? თუ ფული არის დასადები, დავდებთ ბატონო. თუ ნება არის ვინმე საჭირო, გამოამჟღავნენ ეს ნება და გააკეთონ. გრიგოლეთს არ აქვს ბაღი, რის გამოც ბავშვები ფოთის ბაღში დაჰყავთ. სკოლაში მხოლოდ ერთი ჯგუფია, რომელშიც ყველა დაწყებითი კლასია გაერთიანებული და სულ 6 მოსწავლე სწავლობს. 4 წლის ბავშვი მყავს, სოციალურად დაუცველი ვარ. ვერ მიმყავს ვერსად 60 ლარი მაქვს დახმარება. ამით ბაღში რამდენჯერ მოვიკრიფეთ, შეაგროვეთო, შევაგროვეთ ბავშვები, ყველაფერი 30 ბავშვამდე. გუბერნატორთანაც შევიტანეთ ოზურგეთში, ლანჩხუთში რამდენჯერ ჩავედით, ძველმა მთავრობამ რამდენჯერ მოგვატყუა, მოკრიფე და გაგიკეთებ, არაფერი არ გაგვიკეთეს. ლანჩხუთის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კახა ასკურავა მეცხრე არხთან აცხადებს, რომ გრიგოლეთში არსებული პრობლემები 2013 წლის ბიუჯეტში გაიწერება. ელექტროენერგიის პრობლემის თაობაზე კერძო კომპანია არის, თქვენ კარგად იცით, ელექტროენერგიის მომწოდებლები და უნდა აცნობონ ამ კერძო კომპანიას ადგილზე ჩვენთან ლანჩხუთში. რაც შეეხება გარეგანათებას, გარეგანათება უნდა ჩავსვათ სოფლის პროექტში და უნდა გაკეთდეს სოფლის პროექტიდან გამომდინარე. ჩვენ ეს ვიცით, რომ აწუხებს მოსახლეობას და აპირებს მის გათვალისწინებას. აი, როდის აპირებთ ამის გათვალისწინებას? მომავალი წლის სოფლის პროექტში. გრიგოლეთის მცხოვრებნი დახმარებას ადგილობრივი ხელისუფლებისგან მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი საპროტესტო აქციებით იმუქრებიან. ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხე ცხენისწყლის ხეობაში. დარიშხანის შემცველი სამთო-ნარჩენები ხეობას საფრთხეს უქმნის. წლებია ლენტეხის რაიონის სოფელ ცანაში აკუმულირებული დარიშხნის შემცველი ნარჩენების კონსერვაცია იგეგმება, მაგრამ დაუმუშავებელი დარიშხანი გაუქმებული ქარხნის ტერიტორიაზე კასრებში დღემდე ღიად არის დატოვებული. არავინ აქცევს ყურადღებას დაუმუშავებელ მადანსაც, რომელიც წვიმის დროს მდინარეში ჩაედინება. ეკოლოგიური პრობლემების გამო სოფლების ყურულდაშის და ცანას უკვე დაცლილია. ადგილობრივების ინფორმაციით, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსა
და ჰოლანდიის მთავრობის მხარდაჭერით გაზაფხულზე ცანაში არსებული დარიშხნის ნარჩენების გაუვნებელყოფის პროექტიდან დაწყებულიყო, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე არაფერი არ გაკეთებულა. არის შემთხვევები და უახლოეს წინაკვირეებში რო საქონელი გვეუპება, ეკოლოგიურად არამდგრად პროდუქტებს ღებულობთ, აი იმ ნარჩენების შედეგად და ძალიან დიდი თხოვნა არის რომ ამ საქმეს რამე ეშველოს. სისხლის გათეთრების შემთხვევები, აგერ გარდაცვლილი ახალგაზრდა ბავშვი გოგონაც ყავდა, იქ მომუშავე პერსონალი იმ პერიოდში არის შემთხვევები რომ გარდაიცვალნენ. 85 წელსა ვარ ახლა, არაფერი არ მოქმედია ჩემთან და დღე-დღე იქ ვიყავი ქარხანაში და სამწუხაროში. მოდა ისე საქონელს წინს უფრო მეტად შემოტანილი მადენის გოგირდი ურევია ბევრი და ის საქონელს წინდა, იმიტომ წყლებია იქანა ყველგან გამოდის და წენს. და ისე ადამიანს რა წნოს, რამე ისეთი არაფერი არ არის. ლენტეხის რაიონის ოფელ ყარიშის მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს, მათი თქმით სტრატეგიული დანიშნულების სოფელს არ აქვს გზა და ხიდი. გაზაფხულზე მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულები ვერც კომპენსაციას იღებენ. სოფელი ქარიშხალმა და სეტყვამ დააზარალა. დაზიანდა სახლის სახურავები, განადგურდა მოსავალიც. ადგილობრივების თქმით ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა მათი მდგომარეობა და 26 კომლიდან სახლების გადახურვაში მხოლოდ 4 ოჯახს დაეხმარა. შერჩევის დახმარებას ყარიშელები პოლიტიკური მოტივებით ხსნიან. სტიქია თუ იყო შილო ყველასათვის უნდა ყოფილიყო სტიქია. ერთი ნიგოზი ჩვენ არ გვაქვს, ერთი ვაშლი ჩვენ არ გვაქვს, ერთი მსხალი ჩვენ არ გვაქვს. გაგონადგურა სტიქიამ და ეხლა სატრაბახებელად ისჯობია რომ ქონება რო გექნება, მაგრამ რო არ გვაქვს, არა გვაქვს და თუ დახმარებას გვიწევენ უნდა გაგვიწიონ და თუ არა და ყველას თანაბრად და თუ არა და შერჩევით არ შეიძლება. გადაწყდა აქ ჩვენს მიერ, კომისიის მიერ რომ დახმარება გაწეოდათ იმ სახლებს, რომელსაც სახურავები ჰქონდათ შიფერით, ანუ ის ასბესტო ცემენტით გადახურული. ამ ყარიშლებს ყველას აქვს გადახურული კარგი ლამაზა და ნახეთ ერთი აბა თუ არა აქვს კარგად გადახურული. სოფელ გურდუხში მცხოვრები 6 წლის ნიკოლოზ წოწკოლაურის მკურნალობას ოჯახი უკვე 1 წელია ვეღარ ახერხებს. პატარა ნიკოლოს დაბადებიდან გირდოცეფალია განუვითარდა, რის გამოც მეტყველება და სიარული არ შეუძლია. უსახსრობის გამო მას ოპერაციას დაგვიანებით ჩაუტარდა. ოჯახის შემოსავალი მხოლოდ ბავშვის 70 ლარიანი პენსია. ნიკოლოზის დედა ირინა ქისტაური ამბობს, რომ მისი მეუღლე უმუშევარია და ბავშვის მკურნალობას ოჯახი აქამდე ნათესავებისა და მეზობლების დახმარებით ახერხებდა. ჭირდება პერიოდულად კონსულტაციების უნდა ავდივართ 4-5 თვეში ერთხელ გვიბარებს ნევროპათოლოგი და პარალელურად სინჯავს ნეიროქირურგიის გაუკეთეთ ოპერაცია, ეს შუნტის ნაკრები აქვს ჩადგმული. ჩემი შემოსავლებით შეუძლებელია მე ეს ბავშვი ექიმთან ვატარო. დადღის სხვა სიახლეები გორის დრამატულ თეატრში საზოგადოებრივი დარბაზის პირველი ყრილობა გაიმართა. ორგანიზაციის ერთ-ერთი წარმომადგენლის განცხადებით, დარბაზის უმთავრესი მიზანი სხვადასხვა სფეროში არსებულ პრობლემებზე მმართველი გუნდის ინფორმირება იქნება. დარბაზის მეორე ყრილობაზე შიდა გამგეობის შექმნა იგეგმება, რომლის მუშაობასაც მონიტორინგს სამეთვალყურეო ჯგუფი გაუწევს, რომელიც სასულიერო პირებითა და ადგილობრივი ჟურნალისტებით დაკომპლექტდება. ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენა შედგა. დაფუძნდა საზოგადოებრივი დარბაზი ქალაქ გორში. მისი ყოფნა და არსებობა ძალზე მნიშვნელოვანია. რამე თუ ამ დარბაზმა უნდა გააჟღეროს საზოგადოების ხმა და ეს ხმა უნდა მივიდეს იმ ადამიანამდე, ვისაც ხელში ექნება ხელისუფლება. ძალიან კარგად ვიმუშავეთ, კმაყოფილი ვარ ყველა ადამიანისა, ვინც მოვიდა და გამოთქვა თავისი აზრი. მადლობელი ვარ ჩვენი მეუფის, რომელიც მოვიდა და ძალიან აქტიურად მოინდომა მან, როდესაც ვესაუბრე ამ საქმეში ჩართვის სურვილი გამოთქვა, ის კი არა წესდების დეტალებშიც კი ვისაუბრეთ ჩვენ ერთმანეთში. და უბრუნდებით დაჭარას, სადაც დღეს უმაღლესი საბჭო პირველად უნდა შეიკრიბოს თემას. პირდაპირ ეთერში ჩემი კოლეგა ნოდარ ჩაჩუა გააგრძელებს. ნოდარ, მოგესალმებით, ჩემ პირდაპირ ეთერში ხარ. არაპური აკურზე არაფერი
დიახაჭერის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა უკვე ამ წუთებში მიმდინარეობს, ამ წუთებში უკვე დროებითი კომისიები, როგორც სამანდატო, ასევე ხმის დამცველი დროებითი კომისიები შერჩეულები არიან ისინი. სულ ცოტა ხანში ცენტრალური უпростоრად უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ მოწოდებულ დოკუმენტაციას განიხილავენ, რომელიც არის არჩევნების შედეგების საარჩევნო ოქმები და ამის დაზუსტებისა და სისწორის შემთხვევაში უკვე თუ კი ეს კომისიები, დროებითი კომისიები დაადასტურებს იმას, რომ დოკუმენტაცია, რომელიც უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ მიაწოდა, არის ზუსტი, უკვე ამის შემდეგ იმსჯელებს თავად კომისია და ასევე თავად კომისია იმსჯელებს იმაზე, მიენიჭოს თუ არა უფლებამოსილება უმაღლეს საბჭოს და მის დეპუტატებს. ამის შემდეგ, რაც უკვე მიენიჭებათ უფლებამოსილება უმაღლეს საბჭოს, შემდეგ უკვე დაიწყება თავმჯდომარის არჩევნები. თავმჯდომარის კანდიდატურა, თავმჯდომარეს ირჩევს უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა და ასეთი ყავს სწორედ კოალიცია ქართულ ოცნებას და უკვე დასახელებული ყავს სავარაუდო კანდიდატიც, ეს არის სიის პირველი ნომერი ავთან დილბერიძე. სავარაუდო სწორედ ის გახდება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. ამის შემდეგ უკვე გამოცხადდება შესვენებაზე ისინი აირჩევენ ასევე მოადგილეებსაც და ფრაქციების წარმომადგენლებსაც. სულ ცოტა ხნის წინ აქ დღეს სუმრის სტატუსით პირველ სხდომას, უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომას ესწრება პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. სულ ცოტა ხნის წინ მოვიდა, მან ისაუბრა დეცენტრალიზაციაზე, ასევე ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობებმა თავად უნდა განსაზღვრონ, როგორც თავისი ხელმძღვანელი, ასევე საკუთარი ბიუჯეტის და სწორედ ამისთვის ძალიან კარგი მაგალითია დღევანდელი დღე თავად აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა. სწორედ ხედავთ ორს, ორ კანდიდატს შორის მესამე აღარ მოვიწვიეთ, ის უკვე საქმის კურსია. ამ ორმაც კარგად იციან, ესენი მეგობრები არიან და პრინციპულად ორივე ერთმანეთს ასახელებ და დაჟინებით ერთი მეორეს და მეორე პირველს. ესე შემდგომ ძალიან კარგი გუნდია ჩემი აზრით უმაღლეს საბჭოშიც. მათაც შევეკითხეთ, მათ მაქსიმალურად მიიღეს მონაწილეობა, მათი ინიციატივა იყო ძალიან დიდი და მე მგონი რომ ძალიან მეგობრულად შევარჩიეთ კანდიდატურები. შემდეგ უკვე შესვენების შემდეგ უკვე ცნობილი გახდება თუ ვინ იქნება მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარე და სამი სავარაუდო კანდიდატიდან ესენი იყო არმაზ ახვლედიანი, ჯემალ ფუტკარაძე და არჩილ ხაბაზი. აქედან დღეს ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ დარჩება მხოლოდ ორი კანდიდატი და ამ ორი კანდიდატიდან დასახელდება ერთ-ერთი, სწორედ ის ერთ-ერთი იქნება ან ჯემალ ფუტკარაძე, ან არჩილ ხაბაზე დაიკავებს სწორედ აჭარის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარეს. დაველოდოთ მოვლენებს ეს სულ ცოტა ხანში უკვე შემდეგი შესვენების შემდეგ გახდება ცნობილი. მადლობა ნოდარ ჩაჩუა იყო და ჩვენ ახლა საშუალება გვაქვს პირდაპირ ეთერში აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა ჩავრთოთ. 42.100%, 750 ხმა. შალვა ნათელაშვილი საქართველოს ლეიბორისტული პარტია 1.28%, 2286 ხმა. ახალი მემარჯვენეები 0.55%, 993 ხმა. მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის 0.25%, 457 ხმა. გიორგი თარგამაძე ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება 2.82%, 5053 ხმა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონის მერვე მუხლის თანახმად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში არჩეული იქნა უმაღლესი საბჭოს 15 წევრი პროპორციული სისტემით და 6 წევრი მაჟორიტარული სისტემით. პროპორციული სისტემით გასანაწილებელი 15 მანდატი გადანაწილდა შემდეგნაირად. 10 მანდატი პროპორციული საარჩევნო სისტემით მოიპოვა საარჩევნო ბლოკმა ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნება, კერძოდ აბაშიძე მერაბი, ბაციკაძე დავით, ბერიძე ავთანდილო, ვასაძე მედია, კუდბა სვეტლანა, მასალკინი გიორგი, ფუტკარაძე ჯემალ, ღლონტი სულხან, ჩიტიშვილი ალექსანდრე ჯაში ირაკი. 5 მანდატი პროპორციული საარჩევნო სისტემით მოიპოვა პოლიტიკურმა გაერთიანებამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მეტსარგებელი ხალხს, კერძოდ ბერიძე მურმან, იასამიძე ასმათ, ზამბახიძე პეტრე, თარგამაძე ეკატერინე, ჩხაიძე რობერტ. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩევნებში უმაღლესი საბჭოს წევრის მანდატი მოიპოვეს. მცირე ტექნიკური ხარვეზია ეს ხო პირდაპირ ჩართვა აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომიდან. პირველი მასშტაბური ნახევარ მარათონი საქართველოში თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გარბენამ სტარტი დღეს 10 საათზე აიღო. მასში 800-მდე სხვადასხვა პროფესიის ადამიანი მონაწილეობდა. ფინიშის ხაზი პირველმა დავით ხარაზიშვილმა გადაკვეთა, მას მოყვნენ ჯეირან ხოფერია და თემურ ბაიკევი. მარათონის საქველმოქმედოა და შემოსული თანხა ფონდ იავნანას გადაერიცხება. კარგად ვიყავ მომზადებული.
გამიჭირდა სიმართლე გითხრათ, მაგრამ მაინც მოვახერხე და გავიმარჯვე. რთული იყო რა თქმა უნდა, იმიტომ რომ საქართველოს ნაკრების წევრები გამოდიოდნენ, ძლიერი ბიჭები. მადლობა ჰაიდელბერგის ცემენტს, ძლევს რომის ფედერაციას და ესეთი ღონისძიებები ხშირად ჩატარდება. და ბოლოს საერთაშორისო კორპორაცია ICR თბილისში სავაჭრო და მომსახურების ობიექტების ქსელს აფართოებს. სავაჭრო ქსელის საზეიმო გახსნის ცერემონიაზე კორპორაციამ სხვადასხვა ბრენდების ახალი კოლექციები წარმოადგინა, რომელთა შეძენაც მიწვეულ სტუმრებს ექსკლუზიური 20%-იანი ფასდაკლებით შეეძლოთ. პრეზენტაციაზე ფრანგული და იტალიური სამზარეულოს დეგუსტაციაც მოეწყო. გათამაშდა მრავალი პრიზი. საერთაშორისო კორპორაცია ICR საქართველოს ბაზარზე 1993 წლიდან მოღვაწეობს და წარმოადგენს ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ევროპულ ბრენდებს. კომპანიამ 2012 წლიდან დაიმატა კვების მიმართულების ორი ახალი ბრენდი, ფრანგული კაფე ბულანჟერია ბროშტორე და იტალიური პიცერია რესტორანი პომოდორისიმო. ეს ბრენდები ჩვენ წარმოდგენილი ქონდა სხვადასხვა ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე, მათ შორის სავაჭრო ცენტრ ქარვასლაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვაკე და ჭავჭავაძე კონკრეტულად ქონდა ნაკლებად დატვირთული და აქედან გამომდინარეც გადავწყვიტეთ, რომ ერთად მოგვექცია და ეს ერთ-ერთი ტრადიცია დაგვებრუნებინა ამ ქუჩისთვის, რომელიც პერიოდულად ყოველთვის ჰქონდა, წინა წლებში ბოლო პერიოდში დაკარგა. დავათვალიერე, საკმაოდ საინტერესო ბრენდებია. და ვფიქრობ, რომ ჭავჭავაძის გამზირს ძალიან მოუხდება და ძალიან დაამშვენა უკვე. ამით ახალი 12-ზე დასრულებულია, თუმცა არ გადართოთ პირდაპირ ეთერს საჭირის უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომას ვუთმობთ. შექმნან ფრაქციები და დროებით სამანდატო კომისიას წარუდგინონ განცხადება და საჭირო დოკუმენტაცია ფრაქციების შექმნისა და რეგისტრაციის თაობაზე. ადრე დაუკრა ღიმნი, მე არ წამაკითხია დადგენილებს. რატო გრა მე? ახლა რა დამჩა მოია?